წარმოიდგინეთ, მიკროსკოპული არსება. ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი. თბილ მტკნარ წყალში ცხოვრობს, ბაქტერიებით იკვებება ჩვეულებრივად. მაგრამ არის შანსი, მართალია ძალიან მცირე, რომ ეს არსება თქვენთვის ნამდვილ კოშმარად იქცეს, თუ ის თქვენს ორგანიზმში არასწორი გზით მოხდება. დიახ. დღეს საუბრობთ ნაიგლერია ფოულერიზე, ამ ცნობილ ტვინის მჭამელ ამებაზე. დიახ, ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმია, რომელიც ესე იგი ბუნებრივად ცხოვრობს აქ თბილ ტბებში, მდინარეებში, ცხელწყაროებშიც კი. ანუ ბუნებრივი ბინადარია. კი, აბსოლუტურად. ზოგჯერ ცუდად მოვლილ აუზებში შეიძლება იყოს და რაც საინტერესოა, იცით, მილიონობით ადამიანი ხვდება მასთან კონტაქტში, განსაკუთრებით ცხელ კლიმატში. მილიონობით. დიახ, და ეს უმეტესად სრულიად უსაფრთხოა. მისი გადაყლაპვაც კი არაფერს გავნებთ. კუჭის მჟავა ანადგურებს. ეს არის ზუსტად გასაკვირი. თუ ასეთი გავრცელებულია და ესე იგი ზოგადად უვნებელია, როგორ ხდება მერე რომ ასეთ საშინელ მომაკვდინებელ საფრთხედ იქცევა? რა ხდება იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა ის არასწორ გზას ირჩევს, როგორც თქვით? ყველაფერი იწყება მაშინ, როცა დაბინძურებული წყალი, მაგალითად ცურვისას ან ყვინთვის დროს, დიდი ძალით, შხეფებით ხვდება თქვენს ცხვირში. ამება თვითონ კი არ ეძებს ადამიანის ტვინს, მას ეს არ აინტერესებს. ის უბრალოდ ბაქტერიებს ეძებს საკვებად. ანუ შემთხვევით ხდება ცხვირში, ხო? დიახ, აბსოლუტურად შემთხვევით. და აქ იწყება საბედისწერო მოვლენების ჯაჭვი. ცხვირის ლორწოვანი გარსი და იმუნური სისტემის პირველი ბარიერები ხშირად ვერ აკავებენ მას. ვერ აჩერებენ. ხშირად ვერა. და ტრაგიკული ირონიაა, რომ ამ ამებას იზიდავს სპეციფიკური ნივთიერება, აცეტილქოლინი. ეს არის ქიმიური სიგნალი, რომელსაც თქვენივე ყნოსვის ნერვული უჯრედები იყენებენ, ტვინთან საკომუნიკაციოდ. მოიცადეთ. ანუ ჩვენივე ნერვული სისტემის სიგნალი ხდება მისი მეგზური, პირდაპირ ტვინისკენ. ეს ხომ რაღაც წარმოუდგენელი უიღბლობაა. ნამდვილად, ამება ამ ქიმიურ კვალს მიჰყვება ზემოთ, პირდაპირ ყნოსვის ნერვის ბოჭკოების გავლით. ეს მოგზაურობა შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 9 დღემდე. და ამ დროს ვერაფერს გრძნობთ. სავარაუდოდ ვერაფერს. თქვენი იმუნური უჯრედები, მაგალითად ნეიტროფილები, ცდილობენ შეაჩერონ, მაგრამ ნაგლერია საკმაოდ გამძლე გამოდის. და როცა უკვე ტვინს აღწევს, მერე რა ხდება? როდესაც ამება მიაღწევს ყნოსვის ბოლხვეს, ეს ტვინის ერთგვარი შესასვლელია ცხვირიდან, მაშინ იწყება ნამდვილი კატასტროფა. ის გამოყოფს ფერმენტებს და სხვადასხვა მოლეკულებს, რომლებიც პირდაპირ ხურეტენ შლიან ტვინის უჯრედებს. შლიან. დიახ, და შემდეგ შთანს დგავს მათ ნარჩენებს, თან მრავლდება და ივითარებს სპეციალურ სტრუქტურებს, პირობითად, პირებს დავარქვათ, რომლებითაც პირდაპირ ცოცხალ უჯრედებს ესხმის თავს და კვეჭს. ღმერთო ჩემო, საშინლად ჟღერს. და იმუნური სისტემა, ის რას აკეთებს ამ დროს? იმუნური სისტემა, რა თქმა უნდა, რეაგირებს. მთელი ძალით ერთვება ბრძოლაში. მილიონობით იმუნური უჯრედი მიემართება ინფექციის კერისკენ. მაგრამ აქ არის პარადოქსი. რა პარადოქსი? თავად იმუნური პასუხი ამწვავებს სიტუაციას. ეს აგრესიული შეტევა იწვევს მასიურ ანთებას და ტვინის შეშუპებას. ანუ გამოდის, რომ ჩვენივე დაცვა გვაზიანებს ამ შემთხვევაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიახ. თანაც ნაიგლერია ფოულერი საოცრად კარგად უმკლავდება ამ იმუნურ შეტევებს. ის ანეიტრალებს თავდაცვის მექანიზმებს. მაგალითად, კომპლემენტის სისტემას, ეს იმუნური სისტემის კიდევ ერთი იარაღია და ანტისხეულებსაც კი შთანთქვავს. წარმოუდგენელია. სიცხეც კი მაღალი ტემპერატურა, რომელიც ბევრ პათოგენს ასუსტებს, მისთვის პრობლემა არაა. პირიქით, თბილ წყალში ცხოვრებასაა მიჩვეული და ეს ხალსაც კი უწყობს. ეს მდგრადობა სამწუხაროდ ნიშნავს, რომ დაზიანება ძალიან სწრაფად პროგრესირებს. და ეს იწვევს სიმპტომებს. თავიდან ალბათ გრიპს გავს, ხო? თავის ტკივილი, სიცხე, გულისრევა. დიახ, ზუსტად. მაგრამ ძალიან სწრაფად მძიმდება. ცნობიერების არევა, კისრის გაშეშება, კრუნჩხვები, ზოგჯერ ჰალუცინაციებიც. და ეს ყველაფერი ტვინის შეშუპების გამო.
დიახ, ტვინი შუქდება, მაგრამ თავის ქალის ჩაკეტილ სივრცეში მას გასაფართოებელი ადგილი არ აქვს. ეს აწვება ტვინის ღეროს იმ ნაწილს, რომელიც სუნთქვას და სხვა სასიცოცხლო ფუნქციებს აკონტროლებს. და შედეგი. შედეგი თითქმის ყოველთვის ფატალურია, რა? თქვენ ახსენეთ, მგონი 87%-იანი სიკვდილიანობა. დიახ, სამწუხაროდ ასეა. ხშირად ინფიცირებიდან ერთ კვირაში. მთავარი პრობლემა ისაა, რომ დიაგნოზის დასმა ძალიან რთულია და ხშირად ძალიან გვიან ხდება. როცა უკვე გვიანია. დიახ, როცა ტვინში ბრძოლა უკვე კრიტიკულ ფაზაშია შესული და ეფექტური მკურნალობა ფაქტობრივად არ არსებობს. ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, როგორ ახერხებს ეს ერთი შეხედვით უბრალო წყლის ბინადარი ასე ეფექტურად დაამარცხოს ადამიანის ძალიან რთული იმუნური სისტემა. გასაგებია. მაშ რამდენად უნდა გვეშინოდეს ამ ამების? თქვენ ახსენეთ სტატისტიკა მილიონობით კომპაქტი, მაგრამ ძალიან ცოტა შემთხვევა. ზუსტად ეგაა. რეალურად ინფექცია არის ძალიან იშვიათი. მსოფლიოში ბოლო 10 წლეულების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ასეული შემთხვევაა დაფიქსირებული. ასე ცოტა. დიახ, შედარებისთვის წყალში დახრჩობის რისკი გაცილებით შეუდარებლად მაღალია. აქ საჭიროა უამრავი პირობის დამთხევა. თბილი, შესაძლოა დაბინძურებული წყალი, მისი ძალიან ძლიერად შესხმა ცხვირში, თან ისე რომ ამებაც იყოს იმ წყალში. მერე მან უნდა ჩაიჭიდოს ლორწოვანზე და პირველადი დაცვაც უნდა გაარღვიოს. ანუ ბევრი თუა. ანუ პანიკის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ცოდნა მაინც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ თბილ რეგიონებში ვცხოვრობთ, ან ზაფხულში ცხელამინდში ტკნარ დამდგარ წყალში ვცურავთ ან ყვინდა. დიახ, რა თქმა უნდა. ეს არ არის მასობრივი საფრთხე საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, მაგრამ იმ რამდენიმე ადამიანისთვის, ვინც ყოველწლიურად ინფიცირდება, ეს საშინელი ტრაგედიაა. ამიტომაც გრძელდება კვლევები, რომ უკეთ გავიგოთ მისი მექანიზმები და ვიპოვოთ მკურნალობის გზები. და ბოლოს აი დასაფიქრებლად თქვენთვის ჩვენი მსმენელისთვის. ეს შემთხვევა გვაჩვენებს, როგორი მოულოდნელი და ზოგჯერ სახიფათო შეიძლება იყოს ბუნებაში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალების, აი შემთხვევითი ურთიერთქმედება. როგორ შეიძლება მიკროორგანიზმი, რომელიც მშვიდად ცხოვრობს თავის ტბაში, თავის ეკოსისტემაში, რაღაც ბიოლოგიური შემთხვევითობების და არასწორი სიგნალების გამო სრულიად უცხო გარემოში ადამიანის ტვინში ასეთ გამანადგურებელ ძალად იქცეს. ეს გვაფიქრებინებს, კიდევ რამდენი ასეთი ფარული, პოტენციურად სახიფათო ურთიერთქმედება შეიძლება იმალებოდეს ჩვენს გარშემო, ჩვენი ყოველდღიური სამყაროს ზედაპირის მიღმა, რომლის შესახებაც შესაძლოა ჯერ არაფერი ვიცით.